გამარჯობა ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ გადაცემას ქვია 3 დაკო და ჩვენ ვიწყებთ ამ გადაცემას. გადაცემას ვიწყებთ მორიგი იდიოტობით, რომელიც გაავრცელა მთავარ მარხმა, მთავარი არხი და მთელი ეს გაუჭირდებოდათ. ნაც ანალები, გნაც ანალები, ნაც ბაცაცები. ბევრი შესატყვისი აქვს. და ასე შემდეგ. ტრები. მოკლედ, ქართულმა ხალხმა ბევრი რამ შეარქვა მათ, გნაც მაცუნები. უახლესი ომის პარტია. ომის პარტია მშვენიერი სახელია, ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს. და ამ ბრძოლაში იმდენად დიდი ჟინი აქვს კომპრომატების ჭყალებში, ცენტრალური ექსკლუზივების მოძიების, რომ მათ დაუნებურად, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილისთვის სასარგებლო რაღაცებსაც უშვებენ. ბიძინა ივანიშვილმა რუსულ φιλმს უყურა. ხო, არა, ეგ ფათაშორის კალაძესთანაც კიცდება კალაძესთანაც ხო იყო კალაძე მუსიკას მოუსვა, ad მუსიკას, ad უკრაინული სიმღერა რო იყო ჩართული და ხო, მაგრამ შალვა მუსიკას ხო არ ფილმი პლუს გამოსახულება ეგრეს 21 საათზე და 36 წუთზე მთავარმა არხმა, რა მთავარი არხი ეგ არის გასაგები, მთავარმა დეზინფორმატორმა არხმა გაუშვა ვლადიმერ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის სავარაუდო საუბარი, ეს ავთენტური არ არის, მაგრამ რატომღაც დიდი კოლექცია აქვს ამ საუბრების, რაღაცნაირად ჩაუვარდათ ხელში. ანუ იმდენად ავთენტური არ არის, რომ მთავარი ჟურნალისტი ამბობს, რომ ავთენტურობა არ და ვლადიმერ ევტუშენკოვი არის პუტინის მიერ მოძულებული ადამიანი, პუტინის ქმედებებით მას გაუნახებდა კი არა, გაუმესამედდა ქონება გაუმესამედდა ქონება და რატომღაც უტიფრად იძახიან, რომ ყველაზე ახლო ადამიანი არის პუტინისთვის ევტუშენკოვი და ძალიან დიდ დახმარებას უჩენს ამ ომში ევტუშენკოვი. რამე შენიშნა, რომ რამდენად შეიძლება რომ არ იყოს ავთენტური, როცა მთავარი არხის ჟურნალისტი ამბობს, რომ შეიძლება ავთენტური არ იყოს. აი მთავარ არხს შეუძლია რომ გაუშვას, არ ვიცი. ცუკერბერგის და თომ აკვინელის საუბარი სატელეფონო და თქვას, რომ ეს არის უეჭველი რა. ცნობილი მეთოდი. მე მის სავსე მართლობას ჩემს სერიალს ვესვრი და რაღაცა ხო გადმოისხება. თუ არ გადმოისხება გეც არაფერი, მაგრამ აი ესე აკეთებენ რა, აი რაღაცა უაზრო ბრალდებას ისვრიან და სექტაში რამოდენიმე ადამიანი ხო დაიჯერებს. მათი რა მიდის, სადი და უჩივლე. ხო, სახელისაც გაფუჭებული აქვს. კანონი არ გვაქვს. აბა მოусმინოთ ამ საზარელ საუბარს. ოღონდ ეს საუბარი მიხვდებით, როდის არის ჩაწერილი. ეს არის ავადსახსენებელი გახარია რომ გადადგა იმ დღეს. გახარიას ღალატა. გახარიას ღალატის დღეს არის ეს ზარი გახორციელებული. აი არ გავუშვ. სწორედ ჩემო კომპიუტერო, აბა რა. საუბარი იყო არც კი მინდა გაშვება, საუბარია იმაზე რომ ურეკავს ევტუშენკოვი და შენ ხო თავისუფალი კაცი ხო ხარო, ხო ეუნება პარტიის თავმჯდომარე აღარ ხარო, ნუ ამის თქმა უნდა და. კიო მე ხო გადადგა პრემიერ-მინისტრი, მე კიდე თებში ვარ, სადილობ ოჯახთან ერთადო და კარგია რომ გნახავთო და მე მიდის რაღაც ჩვეულებრივი მეგობრული საუბარი. ანუ ამ საუბრით თქვენ გიქცდება რომ პატარა ოღონდ არანაირი ჭრდილოვანი მეგობრული საუბარი, ოკეი. არანაირი ჭრდილოვანი მართველი და ყველაფერს წვეთს ბიძინა ივანიშვილი არ არის. ჯერისერთი თუ ევტუშენკოვი ჭირდება რუსეთთან ხიდად, რატო ეთყოდა ბიძინა ივანიშვილი ევტუშენკოს რომ მეაფს არ ჭყიდავ, აგერ პრემიერ-მინისტრი გადადგა, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. ანუ წმინდა მეგობრული არანაირი ბიზნეს და მით უმეტეს პოლიტიკური საუბარი არ არის. თქვენი ყოფა ვატირე თუ არა, თუ არა. არ მინდა ჩართო გადავწყვეტ სხვა რამეს გავშვი. აი რა არის ხა ეს აი შენი? ხო, რა ვიცი ხა. ჩვენ მე მახსოვს რომ გავუშვით ზუსტად იგივე ჩანაწერი, ოღონდ პატარა ქრონომეტრაჟით, ნოდარ მელაძეს როცა კონდა ექსკლუზივი, სადაც ევტუშენკოვი ულოცავს დაბადების დღეს და მან რჩება ყველაფერი და ეგეც ხო პრობლემა იყო. რა მნიშვნელობა აქვს მართლა იქამდე დადის ყველაფერი, რომ ბიძინა ივანიშვილმა უყურა რუსულ ფილმს, ჩვენ გვაქვს ამის ექსკლუზიური მასალა და თქვენ დარწმუნდებით, რომ ჩვენ ვართ რუსეთის გუბერნია. მართლა გადააქციეს რაღაცა არ ვიცი, გროტესკად კი არა, ზღაპრად რა ყველაფერი. მართლა ეგრე გადააქციეს, ძალიან უნიჭო ზღაპრად და ეხა ზუსტად შეერაც თქვი, რომ მთავარ არხის რა მიდის, რა ფეიკი აქვს ნაკლები გაკეთებული თუ რა, ფეიკის გაკეთება ჩვენ გვიტყდება და ჩვენთვის არის პრობლემა ერთი ფეიკი რომ აღმოგვიჩინონ, თორე
თავარ არხს თავიდან ბოლომდე არა მილიონი რო აქვს და ყოველ წამს რო იმას აძახებ რო შენ ფეიქ მეიკერი ხარ შენ ფეიკი გააკეთე ის გეუბნება რომ არ გამიკეთებია და კიდე ერთი რო გააკეთოს რა არ გეუბნება თავსაც არ არა ის ამბობს რომ ნუ მე არ ვაკეთებ მაგრამ კიდე ერთი რო გააკეთოს რა კიდე დაუძახებ რო ფეიქის აკეთებ რო არ გააკეთოს მაინც დაუძახებ ხო ეგრე ხდება მე მყავს მაგალითად ყოფილი მეგობარი რომელიც არის აღმოჩნდა არ ვიცოდი მაგრამ აღმოჩნდა რომ არის ნაცი კლასიკური გაგებით ფაშისტი თუ ნაცი არა ნაცი როგორ კალიბში იცი გეტყვი მე შენც იცნობ გოგოა როგორ კალიბში იცი თან რომ რუსეთის გენოციდი ანუ ამას ტირაჟირებს პირდაპირ მნიშვნელობით გენოციდი მთელი ქვეყნის მთელი მოსახლეობის მისთვის არის კეთილშობილი საქმე სამყაროს გაწმენდის გაუმჯობესების ანუ არც რაიმე ტიპის დიფერენციაცია ან რაღაც მაგალითად შიგნით სისტემისადმი დაპირისპირებული ან რეპრესირებული ადამიანები კი არა ვაფშე ანუ დნმ-ით რუსი არის მისთვის ესე გენოციდისთვის იდეალური აი მაგალითად ნემცოვი არ აქვს უშუალო ყველა რა ყველა ანუ ლიბერალიზმიც რა გაუგუმა ხო და ლიბერალი რუსი ანუ მე ხა ამას ვსაუბრობ ოღონდ როგორ ადამიანზე იცი რომ ლიბერალზე ძალიან ლიბერალზე ლიბერალურ ტუსოვკის ესე კარგ წარმომადგენელზე ახალგაზრდა ადამიანზე ევროპელი ლიბერალების მიდგომა ხო ის არის რომ refugee welcome თუ გინდა კაცი ჭამია იყავი შენ სისტემამ შექმნა ეგეთი და დაჟე რუსი იმპერიალისტიც უნდა მიიღოს იმიტომ რომ სისტემამ შექმნა ეგეთი გაუგუმართებული ლიბერალიზმი გვაქვს და ნაცურ სამყაროს არქმაშიც კი არ წარმომედგინა რომ ასეთი დაშვება შესაძლებელი იყო ანუ აბსოლუტური გენოციდი რაიმე ტიპით გამართლებადი შეიძლებოდა ყოფილიყო რა მაგრამ აღმოჩნდა რა გეტყვი გადაცემა როგორ რჩება აღმოჩნდა სადაც ეს აღმოჩნდა და ანუ მის ამ პოსტებს დამლაიქებლები და დამგულებლები ყავს და კომენტარებში კი ეგრე არის და ასე შემდეგ რა ანუ ეს ხო ესე იგი ვიღაცის რეპრეზენტატორი ვიღაცის აზრის ესე სულელურად გამჟღერებელი არ ვიღაცა ხო შეაგულიანა რომ სადღაც ხო შიგნით ილაპარაკეს და ვიღაცამ უთხრა კი ეს ეგრე არის ნაღდად და ამას მიეცა ნება რომ ეს საჯარო გაეხადა მსგავსი წარმოდგენების ადამიანისთვის უკვე ის კი არა რომ რუსთან საუბარი რუსულ ენაზე საუბარი მართლა რაც ვთქვი რომ რუსული ფილმის ყურება რაღაც რუსულენოვანი სიმღერის მოსმენა ტოლსტოის ლერმონტოვის წაკითხვა ანუ ეგეც კი ისეთი მოცემულობა არის რომელიც მას ათქმევინებს რომ ეს არის რუსეთის ვასალი ანუ მორჩა ანუ ეს არის საკუთარი ქვეყნის მტერი და ნუ შეიძლება ისიც თქვას რომ თუ ეხლა ადამიანი რომელიც გენოციდს ემხრობა შეიძლება ისიც თქვას რომ ხო ანუ ჩვენ გვჭირდება რომ ესეთი ადამიანებს სიცოცხლე მოუსწრაფოთ და თუ ესეთი ადამიანები და აღმოჩნდა ესეთი ადამიანები არსებობენ მათზე რასაკვირველია აი ეს სრული აბსოლუტური სიგიჟე რასაც თავარი აკეთებს იმოქმედებს და იქნება არგუმენტი რომ ხო აი ხო ვამბობდი მინიმუმ რუსული ენა იცის მეგობრებო დღეს კიდევ ერთი ფეიქი შეტება აწარმოეს ანრი ოხანაშვილზე იცით ალბათ კონტექსტიდან ამოუღეს სათქმელი და ბუჩას ტრაგედიას მიამბეს ეს ყველაფერი მთელი ეს ლიბერალურ ფაშისტური ხროვა ნაცხროვა დაესია და დაუწყეს კმენა მათ შორის ერთი განსაკუთრებით გამოირჩეოდა ჩვენზე კარგად ამას სიუჟეტი მოგვიყვება გურანდა ბილიხოძე გააკეთა ეს სიუჟეტი მოდით გავუშვათ გურანდა ბილიხოძეს სიუჟეტი ფაქტები არ მართავს 21 საუკუნეს. 21 საუკუნეს მართავს აღქმები. ნარატივი, რომელსაც ახლა ეგრეთ წოდებული ქართველი ლიბერალები, ეგრეთ წოდებული თავისუფალი მედიის ვარსკვლავები და ეგრეთ წოდებული პროდასალური პარტიები ქმნიან. არაფერი საერთო დემოკრატიასთან არ აქვს. სინამდვილეში ეს მათი პროპაგანდის დიქტატურაა. მაგალითად, გუშინ ეგრეთ წოდებული თავისუფალი მედიის წამყვანმა სახემ ფორმულას ეკრანიდან შემოგხვიდა და გვითხრა:
ახლა მე თქვენ ექსკლუზიურ კადრებს გაჩვენებთ. ნახეთ, ეს ლარსის გამშვები პუნქტია. ეს კი სამხედრო დანიშნულების სხვადასხვა ტიპის მანქანა, რომელიც უნომროდ გადაადგილდებაო. მასალა, რომელიც ფორმულას ექსკლუზიურად მიაწოდეს, ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ათეულობით სამხედრო დანიშნულების სხვადასხვა ტიპის მანქანა გადაადგილდება. უცნობია რა დანიშნულებისაა მანქანები და რა მიმართულებით მიდის კოლონა ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ. აქ ფაქტი მხოლოდ ის არის, რასაც ვხედავთ, მანქანების კოლონა. დანარჩენი ლარსის გამშვები პუნქტია, რომელიც მართლაც რომ გუშინან გუშინ წინ გადაიღეს. დანარჩენი ყველაფერი კი აღქმებია, რაც ბატონმა სანაიამ ფეიკის სახით შემოგთავაზა. აღქმების სამართავად ეს ვითომ დიდი ექსკლუზივი, ასეთივე ვითომ დიდ სკანდალს მოჰყვა. ჯერ გვაჩვენეს კიევის დაზვერვის ბრალდება, რომ თითქოს რაღაც ტვირთები გადის საქართველოდან რუსეთში, კონტრაბანდულად. არ არის ლაპარაკი მაკარონზე და ციციბურაზე. არის საუბარი საომარ ტექნიკაზე. ერთი ფეიკი მეორეს მოხვება ხოლმე. დანარჩენი კი მაყურებელმა თავის აღქმაში ფაზლივით უნდა ააწყოს და დაასკვნას. აჰა, ესე იგი ხელისუფლება პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობსო. და არა აქვს მნიშვნელობა რა იგულისხმა კიევის დაზვერვამ თავის ბრალდებაში. არა აქვს მნიშვნელობა რომ მას ფაქტები არ გააჩნია. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის დღის წესრიგი, რომელიც ამ ეგრეთ წოდებულ თავისუფალ მედიას თავის ეგრეთ წოდებული პროდასალური პარტიებისგან აქვს დაკვეთილი. ქართველი ვითომ ლიბერალებიც ამ ნარატივში თავისუფლად ჩაჯდნენ. აბა რა მნიშვნელობა აქვს რა თქვა დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ან რა იგულისხმა. პროპაგანდა ამ შემთხვევაში ინსტრუქციას ნიკონ ერგაძის სახით გვაძლევს. მას უნდა მივყვეთ. ოხანაშვილს კი არ უნდა მოусმინოთ. აღქმების ლექსიკონს უნდა ჩავხედოთ. განმარტება იქ გველოდება. წავიკითხოთ და კარგად დავიმახსოვროთ. დეპუტატმა მხოლოდ ფაქტები მოიყვანა. გაიხსენა, როგორ მოითხოვდა ივანე მერაბიშვილი ორგვამს. კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი და ლორდ კიფაიძე და სხვები, ალბათ ასწავლიან, რაც არ ამგონია უკრაინის ხელისუფლების მისაღები იყოს, როგორ ხდება გვამების შემოდება რუსთაველის მსგავსად, ალბათ უკრაინაში. ეს ფაქტი მათ ძალიან არ მოეწონათ და არც ესიამოვნათ. ამიტომაც გააჩინეს აღქმა, თითქოს ოხანაშვილმა რაღაც იგულისხმა. რა თქმა უნდა, ეს რაღაც მაშინვე მიაკერეს რუსეთის ინტერესებს. ეს ხომ უკვე ტრადიციად ექცათ. და რა მნიშვნელობა აქვს ოხანაშვილმა რუსეთს აგრესორი რომ უწოდა და პუტინის რეჟიმის შეჭრა უკრაინაში დაგმო. საქართველოს ყველა საერთაშორისო ტრიბუნა გამოიყენა, მათ შორის გაეროში, ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს სწორ პოზიციონირება საერთაშორისო ტრიბუნაზე. საქართველოს ყველა საერთაშორისო ტრიბუნას იყენებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და იმ ბინძური და ძალიან მძიმე ქმედებების დასაგმობად, რასაც ადგილი აქვს უკრაინის ტერიტორიაზე. ჩვენი ხალხი მუნიციპალიტეტების დონეზე ჰუმანიტარულ მისიაში ვარ ჩართული მაქსიმალურად რომ დახმარება გავუწიოთ უკრაინელ ხალხს. ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს ბევრმა ვერც გაიგო. ოპოზიციურ არხებს მისი კომენტარის ეს ნაწილი არც კი უჩვენებიათ, რომ ეჩვენებინათ შემდეგ აღქმებში გაიხლართებოდნენ. ამიტომაც მარტო ის აიღეს, რაც თავად აწყობდათ. რა მნიშვნელობა აქვს როგორია ფაქტი, ვინ რა თქვა? ყველაფერს მაინც ეგრეთ წოდებული პროდასავლელი პარტიების სახელით ნაციონალები გადათარგმნიან. მაგალითად, რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირებას, იგივე უკრაინის საკითხზე? რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს სტრასბურგში რუსეთის ევროსაბჭოდან გარიცხვას მხარი რომ დაუჭირა? რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს გაეროს რეზოლუციას რომ შეუერთდა, სადაც რუსეთის აგრესია დაგმობილია? რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს რომ ჰუმანიტარულ დახმარებას აგზავნის უკრაინაში? ეს სია გრძელია და უკრაინის მხარდამჭერ არაერთ ნაბიჯს და გადაწყვეტილებას მოიცავს. ისინი მაინც ყოველ ჯერზე ამბობენ, საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად არაფერს აკეთებს. მათთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რაც ნაციონალებს სურთ. მათ კი სურთ საქართველოს სანქციების ქვეშ იხილონ. ასევე სურთ უკრაინის ომი ხელისუფლებაში მოსასვლელად გამოიყენონ და საკუთარ ქვეყანას ავნონ. ხო, ну, მართლაც ყოველად აღმაშფოთებელია ეს დამოკიდებულება 21 საუკუნეში, როდესაც ფაქტის გადამოწმება ძალიან მარტივად შეიძლება, იმდენი რამ იღებს უკვე, იმდენი მოწყობილობა იღებს სოფლიოში რაღაცას, ხო? რომ არ არსებობს რაიმე მოხდეს მნიშვნელოვანი და გადაღებული არ იყოს. ხო, მაგრამ მათი მოქმედება არ არის ფაქტებზე ორიენტირებული. არა, ფაქტებზე მიმართული რა, აი ზუსტად ეგ არის, რომ აღქმებზეა მიმართული. არის ასეთი გამონათქვამი, რომ თუ ესე იგი
ფაქტები არ ემთხვევა თეორიას, მით უარესი ფაქტებისთვის. იმიტომ რომ მათ აქვთ რაღაც კონსტანტა, რაღაც გარკვეული ტიპის აქსიომატიკა, ამ აქსიომატიკას თუ რაიმე ქმედება პრაქტიკა არ ემთხვევა, მით უარესი ყოველთვის პრაქტიკას გაამტყუნებენ და ამის ყველაზე მარტივი მაგალითი არის არჩევნები. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენ რაღაცა ესე უნდა ვიყოთ, თქვათ და არჩევნებში ანახეს ახლა ბათუმში ბოლოს 69%, კოლოსალური რაოდენობით მოიგო ქართულმა ოცნებამ, შესაბამისად ხალხია ბნელი. ანუ არასოდეს თავის თავზე არ მიიტანენ ეჭვს, რომ იქნებ ჩვენ ვწდებით რაღაცაში. ხო, იქნებ ჩვენ ვწდებით რა რაღაცაში. ან არჩევნები გაყავდებულია ის არის. არჩევნები არ იყო მნიშვნელოვანი. ან ძველი ბიჭებით მოიგეს და ამ შემთხვევაშიც ეხა ჩვენ გვაქვს კიდე ერთხელ ვიმეორებ ზედმეტად პოლარიზებული გარემო, ერთი და იგივე ფაქტის ორი რეალობა არსებობს, ანუ ორნაირად გვიყვება, მაგალითად თავარი ხალხი და ჩვენ ორნაირად ყვებით. ორნაირად არა, ჩვენ აღვწერთ ფაქტს და ის მაგას ვამბობ, ორნაირად. ჩვენ რეალურად ისინი ირეალურად. არა, უყურე, ორნაირად მაინც არ მომწონს რა. ჩვენ აღვწერთ ფაქტს, როგორც არის. ვეშვსიბე კანტი როგორც იტყვია ხოლმე. ნივთი თავის სიღრმეებში ვერ მივდივარ. კი ბატონო. აღვწერთ ფაქტს, ხო? მე შემდეგ რაღაც საოცრად, მაგალითად, რას დაინახავდა, აი ძალიან საინტერესო რაღაცას გეტყვით და თქვენს მოგეწონებათ. რას დაინახავდა ჩვენი თანამშრომელი, რომელიც წავიდოდა ლარსის მიმართულებით. დაინახავდა რაღაც მანქანებს, რომლებიც შეიძლება საეჭვოა, შეიძლება ხოჭორის ის მანქანები თურმე რუსეთიდან მიდიან და არა პირიქით. არა, ეგ თქვენს. ხო. რუსეთიდან მომავალ მაგრამ იცი როგორ თქვენს გოთვერნულად რა რო ვერ გაიგო მიდის თუ მოდის ხო და ეგ ჩვენ არ გვითხოვს გუშინ და შეიძლება რაღაც გარკვეული კითხვებიც გამოიწვია ამას გადაიღებდა კიდეც მაგრამ რას გააკეთებდა სხვა მეტნაკლებად პატიოსანი ან პატიოსნებასთან ასე შორს არ ყოფილი როგორც სანაი არის ჟურნალისტურ პატიოსნებას გულისხმობ ადამიანი დაიწყებდა შემოწმებას ფაქტის დაიწყებდა გაკითხვას რა ნომრებია როგორ არის საქართველოს დაქცევისა და წაგებისა და შეცდომის დაშვების საქართველოს შეცდომის დაშვების სურვილი სანაია აიღო, აი ვიდეო დადო, დაგზაფრა და ვარკვევთ რა ხდებაო თქვა. არაფერი არ მოხდა რა. ხო, არა, ეხა ამაზე იგივენაერად, ანუ ანრე ვახანაშვილზეც ხო ის გააკეთეს. რა მნიშვნელობა აქვს? ანუ მაგას ვამბობ, რომ ორი რეალობა გვაქვს რა. ფაქტის აღწერის. აქეთ ამხარეს გვაქვს ეს, იქით ამხარეს ის. რა მნიშვნელობა აქვს, ესე იგი, იმას ყავს თავისი ბაბლი და თავისი ბაბლისთვის აკეთებს. შენ რო გააკეთე რომ ანრე ოხანაშვილი ჭამს ბავშვებს და ეს გაუშვა, ხო? აქეთ რაც არ უნდა ფაქტობრივად დაუდასტურო, რომ ეს სისულელეა, ის აქეთ ამხარეს არ უყურებს და იმას ყვებავს. რა უნდა ყვებავს რა? და ეხა თქვენ არ გეგონათ რომ გლადიატორებს ვადრიან ვამსგავსებ. გლადიატორებს ჰქონდათ, დამონებულ გლადიატორებს, ჰქონდათ ვალდებულება, რომ ყოველი ბრძოლის წინ იმპერატორს მისალმებოდნენ, შემდეგი სიტყვებით, რომ ბრძოლის სიკვდილისკენ მიმავალი გესალმები შენ. ეს ხო აუცილებელი ვალდებულება. იდუშინას პერსპირეს თუ იცება. ამ შემთხვევაში ავე სიზარ მორიტური და სალუტანტი, აი, მალაძეც. თუ არ ვიცი. მაგარი გამონათქვამია და ეხლა ნდელ მდგომარეობაში რასაკვირველი არა გლადიატორები ან შეგვიძლია ვთქვა დასაჭურისებულ და უფრო მეტად დამონებული და უფრო მეტად გონება შეზღუდული. მაგრამ ამ შემთხვევაში გვარამიას და მიშას გლადიატორები რაც არიან ვახოსანაიები და ეს კოლექტივ ნიკონ ერგაძეები და ასე შემდეგ ნებისმიერ ნაცნარებში დრაგინე გლადიატორების იმას რატო წევ ეგრე მაღლა რას გლადიატორი მართლა სიკვდილის ყოველდღიურ სიკვდილის საფრთხეში მიდიოდა და სხვა დრო იყო რომანტიკა რიდლის კოტმა გააკეთა სპარტაკი თუდასუდა გაირა არა კერგ დუგლასი მე მე-7 კლასში არა მე მევაცება მაგრამ ფილმია რა ეგ რომანტიკა კომპიუტერი არ ქონდა ენციკლოპედიაში ჩაუჯექი გლადიატორებს ბევრი ვიკითხე მე თვითონ მოვახდინე მაშინ გლადიატორი არ ქონდა ნახე რომანტიზა მე თვითონ მოვახდინე მაგარი ნაშრომი დავწერე გაკვეთილი ჩავაბარე ხუთიანი მივიღე ამიტომ გლადიატორები კაიროზე შენი თემა ხო და ანუ ნიკა გვარამიამ თავიანთი კეისარის ანუ მიშასადმი მისაძვნელი ნარატივი რომელშიც აუცილებელია რომ ჩაჟდეს და ყველა მიმეოროს უკვე შექმნა რაც არის რომ თავარი არის აღქმები და არა ფაქტები, რაც მას აქვს გაცხადებული და
ჩვენ არ ვსაუბრობთ ისეთ დაბალ ორგანიზებულ ცნობიერების მქონე ჟურნალისტებზე, როგორც არიან სანაია და ვინც ახსენეს კიდე ამ სიუჟეტში და მით უმეტეს უბრალო რესპონდენტები, რომლებიც ყველა შავ საქმეს ასრულებენ, ზდევნა დევდანიანი მიდის და ღია ტრობს საკუთარ ქვეყანას და ასე შემდეგ. არამედ ამ ნარატივში ჩაჯდა დიდი მეცნიერიც. გია დვალი, რომელმაც ილაპარაკა იმის გამო, რომ ამ ნარატივის ფეხი აება, ყველაზე არამეცნიერული რამ, რომ ფაქტი, რომც არ არსებობდეს ამის, ეს მაინც ესცეა, იმიტომ რომ ასე ვგრძნობ. მაშინ ეგ უნდა არ ამ ქვეყანაში თან. ეგ იყო ყველაზე მაგარი. მაშინ ეგ უნდა შეიცვალოს სიკვდილისკენ მიმავალი, კი რა სიცრუისკენ მიმავალი გესალმები შენ და ხოლო ხოლო რადგან ჭეშმარიტება ღმერთთანაა და ღმერთია ჭეშმარიტება, სიცრუე არ არაა, მოროტება და აქედან არარაობისკენ მიმდევარმა. აი, ფეხები მოგჭამეთ ახლა, გამოგწევო ნაც ჟურნალისტებო. ხედავთ როგორ დავხლართ, ეხლა გაჩვენებთ. არა. ჩვენ გვაქვს ესეთი გეგმა, რომ ნაცებს, აქაურ ნაცებს იმათ ვერ წვდებით, ჯერ ამოუყვანოთ ყელში ამოუყვანოთ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის აბსურდული განცხადება, რომ თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ კონტრაბანდისტები არ ხარ და რუსეთს იარაღით არ ეხმარებითო სიგიჟე. და დღესაც აი ამ მისიით და ყოველდღე გავაკეთებთ ამას, გავფრთხილებთ სანამ საბოლოოდ არ გაიასნდება, რომ ეს იყო ცილის წამება და მე კიდე რა მოხდება ვნახოთ. გაიასნება არა, სანამ არ აღიარებენ. არ აღიარებენ, კი. არ აღიარებენ და მე ვნახოთ რა მოხდება. მაგრამ აი ესე ყოველდღე მონოტონურად მივვლით. დღესაც იყო მედია ილორიძე და გავუშვით მედია ილორიძის ნახელავი ეთერში. დაახლოებით 4 დღე გავიდა უკვე, რაც უკრაინამ ეს ბრალდება წაგვიყენა, თუმცა არ ჩანს ჯერჯერობით არაფერი მათგან. რატო გვაბრალებენ ამას და არანაირი დასაბუთება არ არის და როგორ ფიქრობთ, როდის იქნება, იმიტომ რომ საზოგადოების ინტერესია და ელოდება ხალხი. მე მეკითხებით ამას? ანუ თქვენ როგორ ფიქრობთ? მალე წარადგენს რატო უნდა ფიქრობთ? თქვენ ანუ მესმის, რომ ქართული ოცნება აცხადებს, რომ ოპოზიცია მართავს უკრაინას, მაგრამ თქვენ ხო ხვდებით, რომ ეს სისულელეა და შესაბამისად მე არანაირი არც უფლებამოსილება, არც ინფორმაცია, არც შესაძლებლობა არ მაქვს გითხრათ, რა ხდება უკრაინის ხელისუფლების წიაღში. ბატონო და 4 დღე გავიდა უკვე მას შემდეგ, რაც უკრაინამ ბრალდება წაგვიყენა კონტრაბანდასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დრომდე არ ჩანს მათგან მტკიცებულებები. საზოგადოების დიდი ინტერესია, როგორ ფიქრობთ, როდის წარადგენს უკრაინა მტკიცებულებებს და ან წარადგენს თუ არა საერთოდ? ეგ არის აქსიომა, მტკიცების ტვირთი ეკუთვნის ბრალდების მხარეს და ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა უკრაინას. თქვენ თქვით რომ 4 დღე გავიდა, 2 კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა თქვა რომ არ უერთდებით სანქციებს. ეხლა ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გასცეს კითხვას პასუხი. სანქციებზე არ მიერთება, მოიცავს თუ არა ორმაგი დანიშნულების ტვირთების ტრანზიტის შესაძლებლობას რუსეთის მიმართულებით, მათ შორის სამხედრო დანიშნულების ტვირთების ტრანზიტის შესაძლებლობას რუსეთის მიმართულებით. ამ ნაწილში მიერთებული ვართ სანქციებზე თუ მხოლოდ რძედაყოლით ვართ შემოსაზღვრული. ამ დრომდე არ არის მათგან არანაირი მტკიცებულებები, არ ისმის არაფერი. როგორ ფიქრობთ, როდის იქნება მტკიცებულებები, აინტერესებს საზოგადოებას? საერთოდ მე ვფიქრობ, რომ ეს ბრალდება იყო ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული, საერთოდ არა მხოლოდ სამწუხარო, მთლიანად ქართული სახელმწიფოებრიობისათვის. ამიტომ ვალდებულია ხელისუფლება სასწრაფო რეაგირებით და სწორი პოლიტიკით, სასწრაფოდ აღადგინოს ის შებღალული რეპუტაცია, რომელიც დღეს საქართველოს სახელმწიფოს სამწუხაროდ აი ამ დღეში ჩავარდით. თავდასხმები განხორციელდა საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ შორის გუშინ წინ და საერთოდ ამ განცხადებამდეც. და საქართველოს ვალდებულია თავის წინაშე, თავის ინტერესების წინაშე, რომ სასწრაფოდ შეცვალოს ის საერთაშორისო აი აბსოლუტურად მიუღებელი პოლიტიკა, რომელიც დღეს აქვს. მათი მხრიდან არ არის ეს თავდასხმა. თავარი არის ის, რომ ქვეყნის რეპუტაცია შეიბრალა. ეს არის შედეგი. გამოდის რომ უკრაინის პოზიციას მეტად იცავს. არა, უკადრებად. საქართველოს მოქალაქე რო ვარ, სწორედ ამიტომ ვთხოვ ჩემს ხელისუფლებას, მოვითხოვ მისგან, რომ აუცილებლად უნდა იმოქმედოს ისე, რომ ამისთან აბრალდებებს არ ქონდეს
გასული ადგილი საერთოდ. მეოთხე დღეა დაახლოებით, რაც უკრაინამ წაუყენა საქართველოს ბრალდება კონტრაბანდასთან დაკავშირებით, თუმცა ამ დრომდე არ არის ის მტკიცებულებები, რის გამოც ესენი ჩვენ აი ამ ბრალდებას გვიყენებენ. საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესი და მოლოდინია. როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანში შეიძლება უკრაინამ წარადგინოს მტკიცებულებები და არის თუ არა ამის დაჩქარება საჭირო? თქვენ იცით ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით, მე რა თქმა უნდა, როგორც ყველა ველოდები, მაგრამ ძალიან გამიხარდება, რომ არ იყოს ეს მტკიცებულებები. ეს არის ძალიან რთული თემა და არაფერს არ მინდა ასეთ რაღაცაში იყოს გარეული ჩემი სახელმწიფო. ბატონო რომან, ერთი რაღაცა ხო? ბატონო რომან, ერთი წამი. ბატონო რომან. როგორც ჩანს, რომან გოცირიძე მართლა გაურბის მედია ივურიძეს. რომან გოცირიძე არის მოუხელთებელი ჯო. მაგრამ რომანმა ხო უთხრა, რომ ერთ თვეში ჯერ დაში. ჩვენ ერთ თვე ყოველდღიურით ჩვენ უყურეთ როგორ არის ეხლა სისხლის სუნიკ რა აბა შეჭამს ეს ცნობილი ქართული კინოს ციტატა, კინოდან არის ციტატა. ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ძალიან დიდი მოდი აღნიშნი დავარქვათ დაუშვა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როცა ეს თქვა რომ თქვენ თვითონ წარმოვიდგინოთ განცხადებები. ჩვენ ამას ჩავყვებით, ყოველდღე ნაცებთან მივალთ და ყოველდღე ვკითხავთ აი ამ მტკიცებულებების თაობაზე, იმიტომ რომ როგორც ჩანს თქვენს დაინახეთ, ეხლა აღარ ევასებათ ეს თემა რა. როგორც კი აი ეს სანამ არ აღიარებენ, რომ ეს იყო ცილისწამება. და როგორც კი აღიარებენ რომ ეს იყო ცილისწამება, მე იქ ერთი ნაბიჯია რომ ამ ცილისწამებაში ერთად არიან ესენი. იმიტომ რომ პირველ დღეს ჰქონდათ ჟივილხივილი, არ გახსოვს? კი, აბა რა. დროშების ფრიალი და შიდა დივერსანტები არიან. ეხლა სანქციებს დაუწესებენ ოლიგარქს. ამ სიუჟეტში მეორე ვაჟბატონი ვინ იყო? ლელოს ტიპი სახელი? არ იცი. არჩენ არ იცი. არავინ არ ვიცით მის სახელი. ლეგიონი. და ვერც გავიხსენებთ. ვერც მოგწერეთ. ამ გარჯე ვერ გავარ. ზურაბ თამადაშვილი. შანსი არ გვაქვს მაგის არ. დონდურმა მაგან ძალიან მაგარი მანევრი ჩაატარა. აი ეგ იყო პასუხი საღო. მაშინო კიო აქსიომა იმან უნდა აკიცოს, მაგრამ მაშინ ჩვენც უნდა ვაკიცოთ რომ ოპა საღო. გამოცდილი პოლიტიკოსი. საღო. რო ჩვენ საქციები იმიტომ არ დავაწესოთ რომ ეს ტვირთი გაგვეტარებინაო. მაგას გაქცეულია. ხოშტარია პარლამენტში აღარ დადის. ხოშტარი აღარ არის პარლამენტში. აღარ არის. გაუწევს. პროსტო საშიმშილოდ გამოიყენა პარლამენტი. კი, არა, შეუჩერეს მე უფლებამოსილება არ გახსოვს. და მელია არის კიდე ერთი ეგ. მელიაც აღარ არის პარლამენტში. ეგეც აღარ არის. ნუ იმან დახია თავისით. ხაზარაძე. ხოშტარია იმდენი აცდინა სტომები რომ კანონმა იმოქმედა და შალვაც ხო? შალვა ნათელაშვილიც ხო, შალვა ნათელაშვილი კინაღამ თავი მოიკლა. კი, შალვა ბოლოს გამოვიდა და ღვთისმშვილს ჭამა არ უნდა. ეგენი ლაპარაკი რას მიწვეთ მაგას. ფოტო იყო კატით გავრცელებული, კატასთან ერთად იჯდა და შემეცოდა კატა. ხო, ლეპტოპში უყურებდა მსოფლიო ამბებს. კი. და იქ რა საიტები იხსნებოდა და რომელი საიტებიდან ბაჩოროლანძღა ბაჩოლანძღა? ეს ისინი რო არიანო გური და მეორე სახელი არ მოხდა ის ნაძირალა და გათახსირებული კაციაო და მეგობრებო, უბრალოდ არ მინდა შიდა დაპირისპირების გამოტანა, მაგრამ ორივე და მეც გამლანძღა და თქვენ ორი. არა. შე ბაჩო გალანძღაოთ. ბაჩოს სახელი ვერ გაიხსენა. მე დავტვირთე, გინდა ჩაგიგდო. ძალიან მაგრა და ვეკაიფებოდა რომ ეს გათახსირებული კაცია და ჩვენ გამლანძღავ. არა, ამაზე იყო აქცენტი. არ იყო ეგრე? რა დააშავა? აჰა, კიო. არა, ხო და ეგ არის მუღამი რო. ნათელაშვილის თვალში, ამან ისეთი განსაკუთრებული რა დააშავა? მე არ დამიშავებია. ეგ რაშუაში პრიკოლი ეგ არის, ნათელაშვილმა რო გამლანძღოს რა, პრობლემაა თუ რა არის? მაინც რაღაცა მანევრი გააკეთა. ვაფშე არა, პროსა სასაცილო იყო, თორე გინდა მაგას გაულანძღი ხარ და გინდა ის როგორც ამბობენ, იმას გაუწუებიაო. კატასო. აი კატა კაკრას კატა რა იცი ხოლმე რა. არა, ეგრე ხო იყო, ბაჩო. დამეთანხმე. გური და ის მეორე გათახსირებული. ის ნაძირალა და გათახსირებული და არ არსებული კაციო და. ეხლა როდესაც რა დუღირს ეს რო აკეთებს ესეო. როდესაც კამეჩს გუბაზ ვინ არის? კამეჩი ხო? კამეჩის ყავია. და გუბობოტამი რა. სფინქსტერი, ანუ ის რაც ვიცით, უთახთახებს და უიწროვდება. რის ეშინია გუბას. ეს ახალია? ახალია, გაუშვა. დიდი ეჭვი მაქვს. მე ამას ვერ დავადასტურებ, მაგრამ რო გავიგო, არ გამიკვირდება. რა? რომ ამათ სიები აქვთ გამზადებული
იმ ადამიანების სიები აქვს გამზადებული, ვინც არ არის რუსეთის მომხრე, რაც უკრაინაში იქ მასშტაბებლად დახვრიტა სხვათა შორის. ვის აქვს ეს სიები, რას გულისხმობ? შეიძლება ამ ხელისუფლებას გამზადებული იყოს. მე დიდი ეჭვი მაქვს, მე ვერაფერს ვერ დავადასტურებ, ვერასდროს. შიში ხო? არა, აქ უფრო მაგარი სხვა რამე. შიში არის ოქრო. არა, აქ ვაფშე სხვა რამე უფრო. რატო არის შინია? რა, შენ გონია ეს მართალია, რაც თქვა? არა, ბიჭო, ეშინია. ვინუზის ეთერში ვიკა ბუკია, რომელიც არის აი ძალიან ჟურნალისტური სტანდარტი და CNN BBC-ს რო წდება და ტიპი უზის და ელაპარაკება, რომ დედამიწა ხარისხაზე ბრუნავსო და ძალიან უთხრდება, რომ ესეთ ბნელთა რატო ზივა. ხო, მაგრამ რა სიები აგრესიებია. აი ბოდავს. ხო, მაგრამ როგორც კი სიებამდე მივა საქმე, ჰიპოთეტურად რა თქვა უნდა. და ეს პირველი რუსეთუმეა. იტყვის რომ მეო როდის ვიყავიო კაცო რუსეთები ორი რუსის პარტიაში ვიყავიო ორი რუსი პოლიტიკოსის და ამერიკას პირველი მე ამერიკელი მე დავეჯახეო ამერიკას ხო რო საზღვრების გადასინჯვა ევროპაში დაიწყო ამერიკა ვის გაქვთ ერთი ეგ ნათქვამი ეგ იქნება ძალიან მაგარი რა ესე იგი ეს არის გუგული რანაირი გუგული ეს არის ალბათ ჰიპოპოტამი გუგული რომელიც კვერცხებს ყველა კალათაში აწყობს რა გუგობოტამი ისა რა კვერცხებს ყველა ქალაქში ამა დაუქტოსია ვისაც რუსეთი არ უყვარსო ვა რა კაი კაცია მე გაგრძელება აღარ გვაქვს არა ის ჟურნალისტს უთხრდება რა სიებიო რა ზებაზრო მე დიდი ეჭვი დროს მაგრამ არ გამიკვირდება იმიტომ რომ ისინი რუსები ასეთ ერთგულებას მონურ ძაღლურ ერთგულებას ითხოვენ აქ ფეოდალიზმის კლასიკა კი არ არის რომ ვასალი და ესა რა ქვია სუვერენი არა მონური ძაღლური ისა ერთგულება ურდოში რო ქონდა ძაღლური აი ისეთი და არ გამიკვირდება რომ ამაციები ქონდეთ რაღაცები გადაცემული ქონდეთ ეშინია გეუნებით წვეთში და ეს თან ეს ეგზოტიკა უყურე ეს არის 90-იანი წლების დასაწყისის ლექსიკა ურდო ვასალი ანუ მაშინ როდესაც ეროვნული მოძრაობის გარიჯაში ყოთა მეორე ნახევარი მაშინ ამ ტერმინოლოგიით ამ ცნებებით ოპერირებდნენ რომ საქართველოში ყავდა მეფეები ურდოში მიდიოდნენ და რაღაც გულს და ვიკა ბუკიასთვის ურდო არის ის ურდო ჯერ საერთოდ რა ურდო ხო რა ურდო ეგეც ეგ თემაა სხვათა შორის როცა ეს თავის ხატოვანი გამონათქმულებით ინგას ელაპარაკება ინგა წიწმატდება ანუ ინგას ხო არა აქვს ეს მეტაფორული აზროვნა ნუ მეტაფორული კი არა საერთოდ არა აქვს ახლა მეტაფორული მითომეტეს რა და აი ეს ამბობს რაღაც მეტაფორულებს ლიტერატურული ალუზიები და ისტორიული ალუზიებიც მოხავს და ეს ნუ ეს არის დრიმუჩილეს უღრანი არა ვიკაბუკიას ეხა მართლა უთყდება ვიკაბუკი არის რაღაცა გარდიანს რო თვალს უსწორებს და რაღაცა და ტიპი ზის სიბნელესთან აი უბსკრულთან პროსტა და არ შეიძლება ეგრე და დღეს მახსოვს რომ უყურებდი რა თავარ არხზე იყო გუბაზე ლაპარაკობდა თითო უკრაინელი მაინც უნდა შევიფაროთ ყველა ოჯახმა მე ხავ პატარა კაზაკი მყავს ბიჭო როგორ საყვარლად ყვებოდა ის ონი მყავსო პატარა კაზაკი აი ნივცე ლაპარაკობდა ადამიანს პატარა კაზაკი მყავს ხოდა მოდი არ და მე მგონი გვავიწყდება და ემოციურად არასტაბილური დავით ტურაშვილის მორიგი და ბოდი შეერთა სიგიჟე ვიღაც ტიპზე ამბობდა რომ მე მაგას ელექტროპოსტით დაველაპარაკებ რა და სიები სად არის გამოქვეყნებული ამისი აზრი Excel-ში აქვს თუ რა გაუშვა კიპიწელნიკში ჩაწერილი ნახეთ მილს აი მე საერთოდ რა ქალაქი ეს რო დაანგრიო ამ ნაძილმა ხალხოვი მაინც საბჭოთა არქიტექტურა უფრო ისეთ ზედა და ნახალოვკის ხარეს სხვა გაგიზრდები დაუბრალ უკვე საკმარისია არ შეიგინა არა ამა ხო დაამუღამა ერთხელ რომ შეიგინა და გაუმართლა და ვაირალ გახდა ამ თემაზე უკვე შეგინებული აქვს ამიტომ მოიხადა ეგ შეგინების ტვირთი უკვე და შეუძლია ჩვეულებრივად ელაპარაკოს უბრალოდ მღელვარებაში ბიჭო ძალიან ყალბი არის რა უკვე დაღავა რა არის საბჭოთა არქიტექტურა ბიჭო საბჭოთა არქიტექტურის გამო ქალაქის განადგურება მოსულაო ტიპმა ან ხვდები ისე არ დაგწყდება გულიო არა უშავს რას ნიშნავს ეს ანუ რას ნიშნავს ანუ ამისთვის მაგალითად ტურაშვილია რა ხო მაგრამ ანუ ამისთვის ჩვენ ქალაქში რაღაც ხრუშოვკების დასახლებების სადაც არის იქ მამეთ ყველაფერი რომ ჩამოინგრეს და ბომბი ჩამოვარდეს მერე რა მამეთ ჩვენ ძალიან არ გავანწყო შეიძლება გადაცემაში დაგჭირდეს თუ არავის შემთხვევაში მე ამას არ დავპატიჟებ რატო არ მინდა გაეტრიო საკეთ
ძალიან მაგარი ხალბატონი მინდა გაუშვა. უქალბატონის. ამას და ბუღაძეს 0. ზეროს დამატება. და ნებისმიერ ოცნების წევს და რო კითხო მაგალითად ქალკუსა ჩოლოყაშვილზე რა სიტყვი? ეგ ჩვენი იდეალია, აუცილებლად იტყვიან და ის სწორედ შეუპოვრობა იყო ბოლშევიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ეხლა აი ბოლშევიკების სულიერი მემკვიდრეები ხომ არიან ეს ჩვენი ქართული ოცნების მაღალჩინოსნები და სწორედ მათი მოწინააღმდეგე ვინც არის, ანუ ახლანდელი ქალკუსა ჩოლოყაშვილები მათთვის არიან კრიმინალები. ძალიან მაგარი კალია. მიდი და გაბრაზდი ახლა. ამის ქმარი არის ქაკუცა ჩოლოყაშვილი. არა, მიდი და გაბრაზდი. ხო ვერ გაბრაზდი? ვერ, არა. თავარი ქაკუცა ჩოლოყაშვილი დღეს მოქმედი არის ამის ქმარი. 2 წლის წინ, აბსოლუტურად 2 წლის წინ პოლიტიკური მისიით იყო რუსეთში პატრიოტთა ალიანსის წევრი როცა და დუმაში სხვადასხვა კომიტეტში დაბრძანდებოდა. 2 წლის წინ. და რაღაცა ფაქტებზე გამოგიდება რა. მაქსიმუმ 3 კაი. უსაყვარლესი ქალია. ჩვენზე რო გააკეთე გახსოვს კომენტარი, იქო რაღაც გადაცემაში დამცინოდნენ დაკეციანებაზე ესო ილია ჭავჭავაძის ტერმი უსაყვარლე. ეგეთი ფსიქოდელიური პოლიტიკოსი ჩვენ არ გვყავს, ბიჭო. ჩვეულებრივი ვიზუალები და ბეტრიფია, კიპი არის LSD-ს კაიფში. ნოტიფიკაციები ჩავირთოთ, იმიტომ რომ სავარაუდოდ ამის სტატუსები იქნება ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან საინტერესო. ჩემი აზრით, LSD ტრიპშია. ჩემი აზრით, რეფლექსია იქნება. მას შემდეგ რაც ამ ქალბატონმა დაასვენა ფროიდი, დაასვენა კარლ გუსტავ იუნგი და ახსნა მოყვა სიზმარი და ნუ ნიკამელია და გრაალი. ეს სალვადორ დალის და ბიუნუელის ფილმი როა ანდალუზელი ნაგაზი, იქ ახლა სიმღერაზე არის. სიმღერა იყო სიზმარზეა, ხო? ეს ფილმიც რო ისვენებს ნებისმიერი ესეთი ირეალური ფილმები რო ისვენებს იმასთან შედარებით რაც მოგვიყვა. აი მაგის მერე ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დიდი ფასდაკლება გავუკეთოთ ამ ქალს. იმენა გათემა. ხო, ანუ ეს ქალი არის სიზმრების სიზმარი დადო. ზანკოდრო რომ კინოსცენარები რო დაწეროს, კულტურის სამინისტრო სავარაუდოდ დაუფინანსებს. კი, ფსიქოდელიური სიზმრები ნატაჩხეიძესგან. გურანდა ბილიხოძე მარტო ამ სიუჟეტისთვის არ ყავდა მივლინებული სხვადასხვა ადგილებში პარლამენტშიც გახდათ და პარლამენტში უკვე გამოკითხვის ჩასატარებლად ჩვენ მიშას არ ვეშვებით. მიშა მნიშვნელოვანი ფიგურაა. მიშა არ გვეშვებოდა, ჩვენც არ გვეშვებით, იმიტომ რომ რაღაცნაირად გვინდა ვაცოცხლოთ და შეიძლება ჩვენი ობსესია არის ეს აი მარიამ რატიანი აკეთებდა საჩვენს ახლა დიდ გაცემაში არ ექნება მარიამ რატიანს. მარგველაზე ექნება და სერიოზული კაცი. მანამდე კიდე ჰქონდა არა მიშაზე, არამედ გვარამიაზე და მიშა რაღაცნაირად თითქოს და მიგვავიწყდა, მაგრამ არ მიგვავიწყდა და გურანდა ბილიხოძე იყო ნაცებთან ვიზიტით და კითხა მიშაზე რაღაცები. გავუშვით კოლაჟი გურანდა ბილიხოძის. მე ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი კანონი და სამართლიდან. მე არ ვარ ნაციონალური მოძრაობის პარტიის წევრი. არც ვყოფილ ვარ და არც ვაპირებ რომ ვიყო. თან ეჭვი გეპარებათ მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობაში. განა მე უნდა მეპარებოდეს ეჭვი ან თქვენ ან ვინმეს. ეხლა რაშიც ჩავიხედე. გირგულიანის საქმეს გულისხმობ. ეს იყო ჯოჯოხეთური საქმე, მაგრამ იქ სააკაშვილის ამ კვლელობაში მისი პირდაპირ დანაშაული არ იკვეთება. მას ედავებიან შეწყალება, რატომ შეიწყალა? იქაც სხვა სურათი ჩანს. მაინც ითხოვთ სააკაშვილის გათავისუფლებას? არ ჩანს იქ რომ სააკაშვილის დავალებაა ხალხო, არ არსებობს ასეთი ჩვენება. რა თქმა უნდა, ვითხოვ ამ ადამიანის გაშვება სარეაბილიტაციოდ. რამდენი დარჩა სააკაშვილის ინვალიდიზაციამდე? იცით რა, მე ძირითადად კონსილიუმს ვისმენ ხოლმე რა საუბრობენ. სამ პროცესებზე არაფერი არ ეტყობა მას. იცით რა, ვერ დაეტყობა ასე. ეს არის ნეიროპათია, მე როგორც ამიხსნეს, ეს გახლავთ მგრძნობელობის დაკარგვა, მისი თამდევი დაავადება რაც აქვს და მართლაც მის თამდევ აი ის დაავადება რაც აქვს მას, მართლაც ახლავს
აი გართულება და ეს არის ნეიროპათია. ეს არის ძალიან ძიმე დაავადება. აბსოლუტურად ეტლში გადაჯდომას. როგორ აპირებთ სააკაშვილის ციხიდან დახსნა? რევოლუციის ძალა თუ შეესწევს ნაციონალ მოძრაობას და ოპოზიციას? არ ვიცი, ეხლა მე ესე არ ვაყენებ საკითხს, მე ეხლა ამ წამს საუბრობ, როგორ უნდა გავიდეს ის რეაბილიტაციოდ. მიზეზი ის ხო არ არის, რომ ხალხი არ უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას? მე რას ვფიქრობ, იცით? ხალხი ხა თეოდორ სვერტყვი თქვა, რომ ვიტყვი ხოლმე, რომ გავბრაზდები, რომ აი ხალხი გაღიზიანებული და არ მოდის, მე გამახსენდება ხოლმე, რომ აი 14-ში მაგალითად ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი იყო, ხო, ფაქტია გამოსული. მიშას როცა ვახსენებთ, მაშინ არ გამოდის ხალხი. აი მე ხა მაქსიმალურად ობიექტურად ვცდილობ, რომ გავიარო ეს მომენტი. ვერ გავივლი იმას, რომ ოპოზიცია ღირსეულია. არ ვიცი სად არიან, რაღაცა ცოცხალ მკვდრები არიან და შენ და ძალიან ბევრად უნდა სჯობდე გარეწარ ხელისუფლებას. ზოგადად ლაპარაკობ და დღევანდელსაც. ხალხი თუ ვერ გზნობს, რომ შენ სადა მას შორის უდიდესი განსხვავება არ არის. ხალხი ბრძენია და იქცევა ისე როგორც იქცევა და ლიდერებში ხო არ არის პრობლემა? რა თქმა უნდა და მე მივმართე კიდე ნიკა მელიას რომ რაღაც ჟურნალისტს უთხარი რომ არ ვიცი მეთქი სად არის მას კითხეთ რატომ სცინავს თქო. როგორ აპირებთ ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნას? მე არ ვფიქრობ რომ ეს არის სწორი კითხვა. ლელოს პოზიცია ყოველთვის იყო არის და იქნება რომ მიხეილ სააკაშვილი იმსახურებს თავისუფალ სასამართლოს, ციხიდან დახსნა არის ბუნდოვანი სამართლებრივი ტერმინი და ყოველთვის არ აღწევს ყველა პარტიის პოლიტიკურ პოზიციაში. სააკაშვილის ინვალიდიზაციამდე რამდენი დარჩა? რამდენი? ინვალიდიზაციამდე სააკაშვილი. ასეთი საკითხები ექიმებს უნდა გითხოთ. მე ისტორიკოსი გახლავართ და პოლიტიკური თეორიის დოქტორი. ეტყობა რამე ჯანმრთელობის პრობლემა რო აქვს მას? მე არ ვარ ექიმი და ვერ შევაფასებ მსგავს საკითხს. ეს უნდა შეაფასონ ექიმებმა და ექიმები აფასებენ სიტუაციას როგორც მძიმეს და არასახარბელოს მისი ჯანმრთელობისთვის. ოპოზიციას თუ შესწევს ძალა, რომ მრავალრიცხოვანი აქციები დაანონსოს, განახორციელოს და ასე შემდეგ. მე მგონი ამაზე პასუხი ვნახეთ რამდენიღაც თვის წინ, როდესაც 50, 60 და 70,000 ბევრ სხვა აქციას, როდესაც 50, 60 და 70,000 ადამიანი იყო ხოლმე წარმოდგენილი. თუ ამით უნდა ვინმეს რომ გაზომოს ოპოზიციის ან პოზიციის ძლიერება, მე არ მგონია სწორი, კი ბატონო შეგვიძლია გავზომოთ და მე მგონი ჩვენ ვნახეთ ეს. მაგრამ მე მგონია პოლიტიკური შინაარსი არის ყველაზე მთავარი და არა ის თუ ის რამდენი თავი უყენია კვადრატულ მეტრზე. დამნაშავეა თუ არა მიხეილ სააკაშვილი? სააკაშვილმა მოიხადოს თუ არ მოიხადოს სასჯელი, ეს არ არის კონკრეტულად მოქალაქე ლანა გალდავას გადასაწყვეტი. პროკურატურის ვალია მტკიცების ტვირთი, ბრალმდებელი მხარია. და თუ პროკურატურა ბრალს ვერ აფართოვებს, ესე იგი ბრალდება არ არსებობს, ხო? ამიტომაც სანამ ქვეყანაში არ იქნება სწორი და ეფექტური მართლმსაჯულება, ყველა სასჯელი, რაც გამოტანილი იქნება ქართული სასამართლოს მიერ, მით უმეტეს პოლიტიკოსებზე, მით უმეტეს მედია მენეჯერებზე, მით უმეტეს იმ ადამიანებზე, რომლის მიმართაც არის პოლიტიკური მდგენერი, მე მიმარჩნია, რომ ყველა იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ. თუნდაც გირგულიანი საქმე ავიღოთ, ამ დანაშაულებებში ბრალი არ მიუძღვეს? უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის მიმართ რა ბრალდებები არის, თუ არ შეუფარდა სასამართლომ, ხო? შემდეგ უკვე განაჩენი და სასამართლო კი ამდენი ხნის განმავლობაში რეალურად არაფერს არ გვაჩენებს, რეალურ მტკიცებულებებს, მე როგორ უნდა დავიჯერო? 10 წელია მეუბნება, რომ ერთი ბრალდებაა მარტო და ეს ბრალდება არის თანხების არამიზნობრივი ხარჯვა, რომელიც ამავდროულად სხვა უწყების ხელში იყო. სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, თუმცა მას არაფერი არ ეტყობა პროცესზე, რომ რამე პრობლემა აქვს თუნდაც ჯანმრთელობის. ამაზე რა კომენტარი? კაცით რა არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასკვნა უნდა შეაფასოს დიდმა კომისიამ და ყველა ექსპერტის ჩართულობით. მე არ ვარ ექიმი, მე არ მაქვს ის პროფესიული ცოდნა, რომლის დასკვნის საფუძველზე შეიძლება მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდეს მკურნალობა. სერიოზულად დაჭრილები არიან. აი ლანა გალდავა მაგალითად ამბობს, რომ განაჩენი თუ არ დამდგარავდა, სასამართლომ თუ არ იმჯელავდა, 3 кейსი არის დამდგარი განაჩენი. მისჯილი აქვს და ინსტანციები აქვს გავლილი. მათ შორის რა თქმა უნდა, ეხლა რომ შეწყალების საქმეს უძახიან და შეწყალება არ არის ეს. ეს არის წინასწარ მოლაპარაკება მკვლელობაში მონაწილე პირებთან, რათა მათ შეწყალების სანაცვლოდ ხელი შეუშალონ მართლმსაჯულების
აღსრულებას. ანუ სააკაშვილმა ხელი შეუშალა იმით, რომ დაპირდა შეწყალება აი ამ კვლევების აღსრულებლებს და მათ სრულჩვენებები მიაცემინა. აი ამაზე იჯება და არა მის კონსტიტუციურ უფლებას, მაგრამ მინდა ერთი რამე დავაკვირდე მეგობრებო, რომ რაღაცა მომბლბარები ჩვენს მიკროფონთან რაღაცნაირი დამჯდარები და რაღაცნაირი ცოტა მიშამართებული. იციან რომ ბოლომდე არ გაუტარდებათ მიშისტური უნებათა ღელვა თუ აწარმოა ეს არის. თავართ ახო პირიქით ახლა მთავარის მიკროფონთან ტევ პირველის მიკროფონთან ფორმულას მიკროფონთან სახლში გძნობენ რა თავს. იმის ჟურნალისტს რა უნდა კითხოს ისეთი რაც კომფორტულ პასუხს არ გააცემინებს. პოზიტივის მიკროფონი ტყვიასავით არის რა, მოც რო ვაიმე. აბა ხო ვაკონტროლოთ თითოეული სიტყვა რამე მიშესთვის დამაზიანებელი არ წამოგცდეს. ხო, სტოპრო ხარ კინძე ვიყო. სტოპროები ვართ, კინძები ვიყოთ. არესტოვიჩის ერთ ინტერვიუში, ბოლო ინტერვიუში ერთი ფრაზა არის, ფრაზა რა დეტალია, რომელსაც შევეხები, კომენტარი თქვენთვის მომინდია. არესტოვიჩს კითხეს, რომ თუ დასავლური დაძრა ხალხს ვინ არის არესტოვიჩი? არესტოვიჩი არის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი და ერთ-ერთი გამხმოვანებელი უკრაინის ხელისუფლების პოლიტიკის ქარიზმატული ტიპი, ადრე ქოუჩი იყო, მსახიობიც იყო და ასე შემდეგ. არესტოვიჩი ვინც ამ მოვლენებს თვალს ანდევნებს უკრაინაში გაჩაღებული უკვე YouTube celebrity-ც არის. კი ბატონო. არესტოვიჩმა თქვა, რომ კითხვა დაუსვეს ძალიან ლოგიკური, რომ თუ უცხოური დაზვერვა თქვენ დღეს გისახელებდათ, როდის დაესწრებოდა რუსეთი თავი თქვენს ქვეყანასო, რუსეთთან საზღვრისპირა ტერიტორიებში, ანუ დარტყმის ქვეშ რომ აუცილებლად მოხდებოდნენ, აი ეს ხალხი რატო არ ევაკუაცია რატო არ მოახდინეთო? და თქვა, რომ ეს დაახლოებით 16 მილიონი ადამიანია, დნეპრზე არის 50 ხიდი, ხიდებზე გაიჭედებოდა ხალხი და ჩვენი ტექნიკა იძულებული იქნებოდა ტანკების, რომლებიც გაემართებოდნენ ბრძოლის ველზე, გაესწრისათ ეს ხალხი და იქნებოდა ძალიან დიდი საცობი და ხალხი დაიღუპებოდა წყლეტაში და ამიტომ არ უთხარით, ან ცუდსა და უარეს შორის ავირჩიეთ ცუდი. კომენტარი თქვენთვის მოგვინდია. ნუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა გაირკვევა, მეგობრებო, ეს არაფერი ისეთი არ იქნება იქ, რასაც არ გაცხადდება და შეგახსენებთ როგორ მოიქცეს სააკაშვილის ხელისუფლება რუსეთ-საქართველოს ომის დროს, როცა მიატოვა თავისი თანამოქალაქენი და ხალხმა არა ლიდერშიპმა მიატოვა. ხო, ლიდერშიპმა, ხო. რა სამარცხვინოა. ხო, მიატოვა და ამაზე პასუხი არ უგიას, ხო, ჩვენს ეგეც არის ჩვენი პრობლემა, რა თქმა უნდა. ხო, ხვალ მეგობრებო, მინდა გისხათ და გახაროთ და გაგახაროთ, რომ არის დიდი გადაცემა, ხო? ხვალსია. ეს ხუჩაბათია, ხვალ დიდი გადაცემა. არის რაღაცა ბომბაო შენ ამბობდი ხაბეიშვილზე? ხაბეიში ბომბა ხო მოუხევი, ყანა რო ყავს დაცვა. და კიდე არ არის? ყანა რო ყავს ხაბეიშვილს დაცვა, უკვე კარგი ბომბოჩკა არის რა. არა ვარ მართალი? არა, მაგარი. ხო, ზედმეტ სახელი არის. არა, ცნობილი ტიპია. ხო, მიშისტურ დაცვებში ტოპ ტიპია. კი, ტოპ ტიპია. ყანა. თან ევასება რომ ყანას ეს ანეკდოტი ვიცოდი მარტო, ყანა კაია გოროდში. მეგობრებო, დიდი მადლობა რომ გიყურეთ. ამ შემადგენლობით კო გემშვიდობებათ ორშაბათამდე. ხვალ იქნება დიდი გადაცემა, აბა თქვენიცით ყველანი მიყვარხართ. აბა ბედნიერად.